მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და შეთანხმებისამებრ დღეს 9 საათზე, ანუ 21 საათია უკვე, ვიწყებთ ჩვენს ლაივსაც, განვიხილავთ იმ ხელისშემშლელ პირობებს, რაც აღწერეთ ჩემი გუშინდელი პოსტის კომენტარში. თუ გახსოვთ, გუშინ დავსვი ესეთი შეკითხვა, რომ რა არის მთავარი პრობლემა, მთავარი წინააღმდეგობა, რასაც აწყდებით მაშინ, როდესაც ცდილობთ ცხოვრებაში ვცველოთ უკეთესობისკენ. ხო და დღეს მოდი მივყვეთ ამ თქვენს, ასე ვთქვათ, ბარიერებს, ხელისშემშლელ პირობებს, რამდენიც გვეყოფა დრო, 40 წუთი დავუთმოთ ამას, თუ არა და შემდეგ მე გავაგრძელოთ კიდევ შემდეგ ლაივებში. ჩემი ხმა ხო ისმის, თუ შეიძლება პლუსი დასვით რა, თუ ისმის ჩემი ხმა კარგად. ან უნდა ვივარაუდო, რომ ჩემი გესმით. კაი, ესე იგი, როდესაც ჩვენ გეგმავთ რაღაცა ცვლილებას ჩვენ ცხოვრებაში, საერთოდ როდესაც ვგრძნობთ, რომ რაღაცა არ მოგწონს ჩვენ ცხოვრებაში და გვინდა რაღაცა შევცვალოთ უკეთესობისკენ, ხო? პირველი ამ შემთხვევაში რაც არის ხოლმე გასაკეთებელი, განსასაზღვრია, აი რა მიმართულებით მინდა შევცვალოთ ცხოვრება, ხო? კარგად მაქვს გააზრებული რა არ მომწონს, მაგრამ რა მომწონს, რა მინდა, ამ ჯანდაბის მაგივრად ხანდახან არ მაქვს ხოლმე ჩამოყალიბებული, ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ჭაობიდან რა მიმართულებით ამოვდივართ. ხო, შეიძლება ჭაობიდან ამოდიოდა ყველა მიმართულებით, ხო? პირობითად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჭაობი ან ორმო არის რაღაცა პრობლემა, უნდა დასახო რაღაცა ოპტიმალური, ასე ვთქვათ, მიმართულება, რა მიმართულებითაც იქიდან შეგიძლია მე ამოწრე, ხო? შესაბამისად, აქ არის დასასმელი სასურველი შედეგის განსაზღვრება, ან მიზანი. და ძალიან ხშირად ადამიანები აწყდებიან ხოლმე ესეთ ძალიან ცუდ შინაგან ბარიერს, რომელსაც შეიძლება დავარქვათ წარმოსახვის შიში, ოცნების შიში, მიზანდასახვის შიში, ხო, საიდან მოდის ეს, საიდან ჩდება საერთოდ? რატო შეიძლება გეშინოდეს, რომ რაღაცა გინდოდეს უკეთესი შენ ცხოვრებაში? პირველ გიტენიდან თავში მთელი გზის განმავლობაში, რომ არ ხარ ღირსი. ან მაგალითად გადარებდნენ სულ სხვა ბავშვებს, სხვა ადამიანებს და გეუბნებოდნენ, რომ აი შვილო, აი გვერდზე პოპადიაში რო ცხოვრობს ის ბავშვი, რა კარგად სწავლობს და შენ რატომ ხარ ასეთი ჩურჩუტი და ასე შემდეგ. ანუ რომ შენში არის რაღაცა, ასე ვთქვათ, არასრულფასოვნება. ეს ერთი, მეორე, შეიძლება რაღაცა ისეთი გააკეთეთ ცხოვრებაში, ბავშვობაში მაგალითად, რაც ვაშლი მოიპარეთ და დღემდე გაქვთ გაუცნობიერებელი დამნაშავეობის განცდა და შესაბამისად თავს ისჯით იმით, რომ არ აძლევთ საკუთარ თავს უკეთესობის განხორციელების საშუალებას ცხოვრებაში. შეიძლება რამდენჯერმე ცადეთ, წააწყდით რაღაცა დაუძლებელ წინააღმდეგობებს, იმედები გაგიცრუვდათ და აღარ გინდათ ეს იმედგაცრუების ტკივილი მეორედ გაიაროთ და ამიტომ არ სახავთ მიზნებს. საერთოდ არ ფიქრობთ ამ მიმართულებით. შეიძლება გეგონათ, რომ ასეთი ყოჩაღი და თავდაჯერებული ხართ, მაგრამ შემდეგ რომ დაიწყეთ რაღაცის კეთება ცხოვრებამ გაჩვენათ, რომ არ გიყოთ უნარიანობა, ან ცოდნა, ან გამოცდილება. ხო გახსოვთ ის ხუმრობა ქართველი იბადება, როგორი? კომპეტენტური და დაღლილი. შესაბამისად, აი შეიძლება რეალობამ გიჩვენათ, რომ კომპეტენტურობა ცოტა ვერ გიყოთ. და შესაბამისად, აქ ყალიბდება ეს მენტალური ემოციური ბლოკი, რომელიც გიცავს ემოციური ტკივილისგან, საკუთარი თავით, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე იმედგაცრუებისგან და შესაბამისად საერთოდ ვერ აზროვნებ ამ მიმართულებით. ეს არის პირველი ბლოკი. და აქ არის როგორც წესი საქმე ნეგატიური წმენა წარმოდგენებში, რომელიც შეიძლება
დავყოთ ალბათ ორ ჯგუფად. პირველი არ ვარ საკმარისად კარგი მცოდნე, სწრაფი, ჭკვიანი, ყოჩაღი, მარიფათიანი და ამ შემდეგ ეს ერთი და მეორე არ ვარ ღირსი, იმიტომ რომ რაღაცა ცუდი მაქვს გაკეთებული ცხოვრებაში. შესაბამისად, ეს არის პირველი ბარიერი, რომელიც როგორ უნდა დავძლიოთ და ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ ჩვენი წარმოსახვა, ხო? მაგალითად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ დროის ჯადოსნური მანქანით აღმოჩნდით იმ მომავალში, სადაც ეს პრობლემა აღარ გვაქვს. აი, ის მოცემულობა, რომელიც არ მოგწონს, აღარ გვაქვს რა. შესაბამისად, წარმოვიდგინოთ წარმოსახვის დონეზე, ხო? აი, რეები შეიცვლება ჩემ ცხოვრებაში იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემები გაქვს რა. მეორე ბარიერი ეს არის წარუმატებლობის შიში, ანუ იმის შიში, რომ არ გამომივა. ეს შიში არის, ასე ვთქვათ, დამყარებული რაზე. პირველი, შესაძლოა რეალურად არ გაქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება, უნარები და უნდა წახვიდე და ისწავლო, ჯერ არ ხარ მზად. მეორე საქმეა, რომ შეიძლება თან დაიწყო ამ რაღაცის განხორციელება, ხო, რაღაც პოზიტიური პროექტის და თან გზა და გზა ისწავლო ის ახალი რაღაცეები, ტექნიკურად ეს შესაძლებელი ამბავია. ეს ერთი და მეორე, აქაც შეიძლება იყოს ხელის შემშლელი ფსიქოლოგიური ტრავმები, რომლის შედეგადაც დაიჯერეთ, რომ სხვა ადამიანები თქვენზე უკეთესები არიან და ან თქვენ ხართ სხვებზე უარესი. ან შთაგონება, ხო, პროფესორი გარემო გიტანის ხოლმე ამ რაღაცებს თავში საკმაოდ გულმოდგინეთ ხანდახან. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ამ შემთხვევაში მუშაობთ თავდაჯერებულობაზე და ამ შემთხვევაში მუშაობთ საკუთარი დასწავლის უნარიანობის გაზრდაზე. იმიტომ რომ ერთი წამით გაიაზრეთ უბრალოდ, რომ ორ ფეხზე სიარული და მეტყველება არ არის, ასე ვთქვათ, მოცემული უნარები, ხო? ეს არის ის, რაც ისწავლეთ თქვენ. შესაბამისად, თუ შეძლებთ ესეთი რთული უნარების ათვისება, რომელიც არის ორ ფეხზე სიარული კი არა და სირბილიც და ცეკვაც და მეტყველება, პრინციპში ნებისმიერი სხვა უნარის ათვისების პრობლემა წესთავ უნდა გქონდეთ, თუ არ დაგარწმუნეს საპირისპიროში, ან თუ ის დასწავლის მეთოდები, რომელსაც იყენებ, არ არის უარგის, მარტივად ვთქვათ, ხო? მესამე დიდი ბარიერი, ამ დროს რა ხდება, ხო, აი, დავსახეთ მიზანი, ავმოძრავდით, ვაკეთებთ რაღაცა ნაბიჯებს და შეიძლება წავაწყდეთ გარემოს. შეიძლება წავაწყდეთ ტოქსიკურ გარემოს, რომელმაც ან ზედმეტად კრიტიკულად აღგვიქვას, ну кай ხა შენ და ესეთი რაღაცეები, ну кай შეხი სარკეს ჩაიხედე დაახლოებით აი ესეთი ტექსტებით. შეიძლება ეს უსიტყვოდ იყოს გაკეთებული აბსოლუტურად, ეხლა იცი რომ გისმენენ და ირონიული გამომეტყველება რო აქვს სახეზე ამ დროს. ან საერთოდ არ გისმენენ, როცა რაღაცა მნიშვნელოვანს უზიარებ. და შესაბამისად შენში იღვიძებს ბუნებრივი სურვილი იყო ჯგუფის ნაწილი, იმიტომ რომ ევოლუციამ მილიონობით გამოვლენილმა წელმა დაგვანახა ესეთი მარტივი რაღაც, რომ ჯგუფში უფრო მარტივია გადარჩე, ვიდრე ცალკე. და აი ამ გარიყვის ქვეცნობიერად ყველას გეშინია. ხო და შესაბამისად, თუ ეს ადამიანები მე ცუდად აღმიქვავენ ახლა, ხო, შეიძლება ამათ მე რაღაცა თავის სასტავიდან ამომაგდონ, ბუკვალურად თუ ნომინალურად. და შესაბამისად მე დავრჩენ მარტო და ეს აღვიძებს აი ამ მთელ ძალიან ძველ შიშებს. რაც ბუნებრივად გთრკუნავს ადამიანს, რომ ამ შემთხვევაში გვჭირდება მუშაობა რაზე, ხო, რომ ვისწავლოთ საკუთარი თავის შენარჩუნება და გარემოსთან ჰარმონიის დაჭერაც. ეხლა დასაწყისში, ხო, ეხლა ზოგადად მიმოვიხილავთ და მე გადავალ უშუალოდ თქვენ კონკრეტულ ჩივილებზე, ასე ვთქვათ, რომელიც კომენტარებში იყო 200-ზე მეტი თუ არ ვცდები. დავახარისხე, რომ დაახლოებით, ასე ვთქვათ, აზრობრივად რო ყოფილიყო ახლო ერთმანეთთან. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრ სასარგებლოს გამოიტანთ დღევანდელი ეთერიდან თქვენთვის. შემდეგ კიდევ ერთი შიში, ანუ მესამე შიში, ასე ვთქვათ, მესამე ბარიერი ეს განსჯის შიში, კრიტიკის შიში, გარიყვის შიში.
და მეოთხე ეს არის საკუთარი ტერიტორიის დაცვის შიში, კონფლიქტის შიში. ძალიან ხშირად ადამიანები არც იწყებენ ხოლმე რაღაცის გაკეთებას, იმიტომ რომ იციან ან გონიათ, რომ მე მოუწევთ საკუთარი ტერიტორიის დაცვა, ასე ვთქვათ, საკუთარი მიღწევების დაცვა და ან უნარები არ აქვთ, არ იციან უბრალოდ როგორ კეთდება ეს ამბავი, ის შესაბამისი უნარები არ აქვთ, რომ შეინარჩუნონ მიზანი, მიღწეული შედეგი უფრო სწორედ, ან ბანალური თავდაუჯერებლობა აწუხებთ. შესაბამისად, ეს რაღაცეები არის მარტივად რო ვთქვათ, გასწორებადი. რა არის კიდევ მნიშვნელოვანი, რო გავიგოთ. ასევე დავსვი გუშინ კითხვა, რომ როგორ გონიათ ძირითადად აი მთავარი ფაქტორები, რომელიც გვიშლის ხელს, თქვენშია თუ გარემოში. და ძირითადმა ნაწილმა თქვა, რომ ჩვენშიაო. რაც არის სტარი აზრი, მინდა გაგიცრუოთ იმედები. ხო გახსოვთ იმაში ანეკდოტი, რომ კაცების ტუალეტში პისუარზე როა წარწერა. ახლო მიდი. არც მასე კარგადაა საქმეო. ხო და საქმე რაშია უყურეთ? არის ესეთი ძალიან ცნობილი კანონი სოციალურ ფსიქოლოგიაში, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანს გონია, რომ იგი გაცილებით უფრო ძლიერად მოქმედებს გარემოზე, გარესამყაროზე, ვიდრე ეს არის სინამდვილეში. და სამყარო, გარემო ადამიანზე მოქმედებს გაცილებით უფრო ძლავრად, ვიდრე ადამიანს გონია, რომ ეს ესეა. შესაბამისად, გარემო ძალიან დიდად და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, ასე ვთქვათ, ჩვენს აზროვნებას, ჩვენ შინაგან მდგომარეობას, ჩვენ ქცევას, შესაძლებლობებს და ასე შემდეგ. ამიტომ, მოდი ვისაუბროთ ორივე მხრიდან, ხო, საკუთარი თავის ასე ვთქვათ, თვალთახედვით და გარედანაც და მივყვეთ თქვენს ბარიერებს. აი პირველი ბარიერი, მაგალითად, როდესაც ვიკითხე, ხო, გუშინ ვიკითხე, რომ რა არის მთავარი წინააღმდეგობა, რასაც აწყდებით, თქო, როდესაც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას ვცდილობ, პირველი იყო შიში რომ არ გამოვა. უყურეთ როგორი რაღაცა. იმისთვის რომ შეგეშინდეს, უნდა წარმოიდგინო რაღაცა პოტენციურად ნეგატიური შედეგი. აქ მოდი დავსვათ შეკითხვა, ხო და რა მაფიქრებს იმაზე, რომ შეიძლება რაღაცა ნეგატიური შედეგი დადგეს, რომ არ გამომივა. ერთი, პირველი, აქ ყოველთვის თუ როდესაც გეშინია რაღაცა არ გამოგივა, პირველი რაც უნდა გითხო საკუთარ თავს, 0-დან 10-მდე, რამდენად მაქვს სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ განვახორციელო, ასე ვთქვათ, ეს სასურველი ცვლილება, ხო? რამდენად ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ამას მივახციო. 10, 8, 9, 10, ესე იგი, ვიცი, მეტნაკლებად ცხადად რა მაქვს გასაკეთებელი, თუ დაბალი მაჩვენებელია, შიშს ბანალურად ქმნის უცოდინრობა. ინფორმაცია არ მაქვს და იმიტომ მეშინია. და იმაში არ არის პრობლემა, რომ ჩემშია რაღაცა კომპლექსები, თავდაუჯერებლობა და რაღაცა. ბანალურად მაკლია მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ანუ არ ვიცი რა არის გასაკეთებელი. ტექნოლოგია მაკლია, ხო? მეორე რაც უნდა ვკითხო საკუთარ თავს, მაქვს თუ არა უნარები, რომ ეს მოქმედებები შევასრულო, ან მოვახდინო, ასე ვთქვათ, ამ მოქმედებების შესრულების დაორგანიზება. იმ შემთხვევაში თუ კი მაქვს ეს უნარები გადასარევი და იმ შემთხვევაში თუ აღმოაჩენთ რომ რაღაცა უნარები გაკლიათ, შეიძლება შიშის მიზეზი ზუსტად ამაში იყოს. ანუ მაგალითად აპირებ რაღაცა საქმის წამოწყებას და ფინანსებში საერთოდ არაფერი გაგიგება, ხო? და ამაზე რომ ვფიქრობ ამ ტაბულებზე, გადასახადებზე, ფინანსურ აღრიცხვაზე, წაგიმწვანდება რა და გიჩნდება შიში, რომ შეიძლება არ გამოგივიდეს. შეიძლება ვერ გათვალო, რას ნიშნავს ეს ამბავი, რომ წახვიდე და გაერკვიო ამ ამბავში. შეიძლება უნარების დონეზე გავდეს რაღაც. მესამე, ეს არის мотиваციის ნაკლებობა. საერთოდ არის ფსიქოლოგიური მზაობის ნებისმიერი საქმისთვის, ნებისმიერი სიტუაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას ეხება. შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენი ფსიქოლოგიური მზაობა. 3 პარამეტრი. პირველი.
ვიცი თუ არა რა არის გასაკეთებელი შედეგის მისაღწევად და რამდენად ვიცი 0-დან 10-მდე. მეორე, მაქვს თუ არა უნარები რომ ეს გავაკეთო, შემიძლია თუ არა და მესამე, მინდა თუ არა ამ მოქმედებების კეთება. თვითონ შედეგის მიღწევა არა, შედეგის მიღწევა ყველას გვინდა, კაცო, რომ ხვალე ონკანში მუნიციპალური ხარჯებით მოდიოდეს საფერავი, მაგრამ ისე რო შევხედოთ, ხო? აი ის მოქმედებები, რაც მაქვს გასაკეთებელი, ის აქტივობა, რაც უნდა ვაკეთო შედეგის დასადებად, პოზიტიური ტრანსფორმაციის მისაღწევად, ხო? აი ამების კეთება რამდენად მინდა, აი ეს არის რეალური мотиваცია და არა საბოლოო შედეგი. საბოლოო შედეგი ყველას უნდა, მაგრამ ეს არ აჩვენებს რეალურ мотиваციას. ამიტომ გაზომეთ, აი როდესაც გეშინიათ რომ რაღაცა არ გამოგივათ, აი ეს სამი პარამეტრი გაზომეთ, მაშინვე მიხვდებით სად გაქვთ, ასე ვთქვათ, დაბალი მაჩვენებელი და რაზე გაქვთ სამუშაო. ინფორმაცია გაგლიათ, უნარები გაგლიათ, თუ შინაგანი мотиваცია გაგლიათ. ეს არის და ეს. პირველ ორ შემთხვევაში მეტნაკლებად თქვენ თვითონ გაართმევთ თავს, მესამე შემთხვევაში თუ мотиваცია გაგლიათ და ვერ ხვდებით რატო გაგლიათ мотиваცია, რატო არ მინდა ამ რაღაცების კეთება, და ამ შემთხვევაში გჭირდებათ უკვე ფსიქოლოგიური ინსტრუმენტარი. რომ გაერკვეთ იმაში თუ რატო ვერა, რატო არ მინდა. რა მაჩერებს ხანდახან ეს იმდანაც სიღრმისეული რაღაცაა, რომ ადამიანს სიტყვებით უჭირს ამის გამოთქმა, რომ კონკრეტულად რა აჩერებს. აი ესეთი ამბავი. რამდენად გასაგები იყო, ასე ვთქვათ, რამდენად ამომწურავი იყო თქვენთვის ჩემი პასუხი. თუ კი, მოდი პლუსი დავსვათ, თუ არა, მაშინ დავაზუსტოთ, დავსვათ შეკითხვები. მეორე მომენტი. მეორე თქვენი ჩივილი, ასევე ძალიან გავრცელებული, ესაა რომ დისციპლინის ნაკლებობა. ანუ არ მაქვს დისციპლინა. 90% შემთხვევებში საქმე გვაქვს რასთან, რომ საკუთარ თავს იყვან ხელში და იწყებ რაღაცა, ასე ვთქვათ, მოქმედებების შესრულება სისტემატიურად. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. ანუ რაღაცეებს აკეთებ სისტემატიურად, მიდიხარ, გრძნობ რომ შედეგი მოდის და უცებ რატომღაც რაღაცა მომენტში ხან ხასიათის შეგეცვლება, ხან რაღაცა მოხდება გარედან, ხან კიდევ რაღაცა ისეთი გარემოება შეიქმნება, რომ ასე ვთქვათ, ეს სისტემა, მოქმედებების სისტემა ინგრევა და შემოდის ქაოსი. შემოდის ქაოსი. ანუ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში? ძალიან ხშირად ორი რაღაცაა რა, რატო ვერ ინარჩუნებენ ხოლმე ადამიანები დისციპლინას, უბრალოდ სამი. პირველი, როდესაც საკუთარი თავის დისციპლინირებას ახდენენ ნებისყოფის ძალით. ანუ კონკრეტულად საკუთარ თავს აიძულებ, რომ აი ესე იმოქმედო ორ შაბათიდან და შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში და სანამდეც ასე ვთქვათ, ეს ნებისყოფის მარაგი გეყოფა. მე იქამდე აკეთებ, მე ჯდება რაღაცა მომენტში ბატარეასავით და დუმდებ და ვეღარ ქაჩავამდენს. მეორე მომენტი. დისციპლინირებულობა გამორიცხავს სასიამოვნო მომენტებს. ანუ მთელი ცხოვრება გადაიქცევა ერთ განუწყვეტელ უნდად. ეს უნდა ვაკეთო, ეს უნდა ვაკეთო, ეს უნდა გავაკეთო და რა მინდა, ანუ სილაღე, სიხარული, მოდუნებულობა, სიამოვნება, ან ასე ვთქვათ, არ ხდება ჩანაცვლება ერთი მეორესი. ხო და როდესაც ესე მოქმედებთ, სულ ერთ და იგივე რუტინაში ვართ, ჩვენი შინაგანი ბავშვი, მოდი ესე დავარქვათ, რაღაცა მომენტში იწყებს კაპრიზობას, წმინდება რა. გარეთ უნდა, თამაში უნდა, მაროჟნი უნდა, რა ვიცი, კინოში უნდა. და ასე შემდეგ. და ასე ვთქვათ, ქვეცნობიერი მექანიზმების გამოყენებით, შემდეგ გვიცვლის ხან ხასიათს, ხან რაღაცას და საბოლოო ჯამში რაღაც მომენტში გვავიწყდება, რომ აი ეს ნაბიჯები, რომელიც დავგეგმეთ, ესე დისციპლინირებულად ვაკეთოთ. ანუ არ გვაქვს შინაგანი მთლიანობა. დისციპლინის არქონის მთავარი მიზეზი არის შინაგანი მთლიანობის არარსებობა. გახლეჩილია ადამიანი ორად, უნდა და მინდათ. ხვდებით? და აქ გამოსავალი ბევრია. პირველი, გამოვიყენოთ არა ნებისყოფა, არამედ წარმოსახვა.
დავიწყოთ მაგალითად დღეში 2-3 წუთი, აი დავხუჭოთ თვალები და გონებაში ესე ფილმივით წარმოვიდგინოთ, ვიზუალიზაცია გავაკეთოთ. ჩვენი დისციპლინირებული მოქმედებების შესახებ, ოღონდ ერთი დამატებით. აი რომ ხედავთ იქ საკუთარ თავს, იმ ფილმში როგორ იყო ჩაღიხართ, როგორ აკეთებთ ყველაფერს. თან ამ ფილმში საკმარისი რაოდენობით ჩართეთ სიამოვნების მომენტები, დასვენების მომენტები. ანუ აი ამ დისციპლინირებულობას რითი აჯილდოვებთ. მაშინ ეს ერთი და მეორე რომ წარმოიდგენთ იქ საკუთარ თავს, წარმოიდგინეთ რომ ძალიან ისეთი კმაყოფილი და გაბადებული სახე გაქვთ, როდესაც აკეთებთ იმას, ასე ვთქვათ, რაც დაგიგეთ. და აი ეს 2-3 წუთი რომ დაუთმოთ ამას ყოველდღე, ნახოთ 2-3 კვირაში უბრალოდ ბუნებრივად გაგიჩნდებათ ამ დისციპლინირებული მოქმედებების კეთების, ასე ვთქვათ, სურვილი. ბუნებრივ მოთხოვნილებად გადაიქცევა, თან თავს ძალიან კარგად იგრძნობთ, თან ეს არ იქნება აბსოლუტურად არანაირად დამყრელი, პირიქით, სასიამოვნო იქნება. თუ არის შეზავებული, ხო, ეს მინდა და უნდა თანაბრად. ესეც თუ გავიგეთ და აქ თუ არ გვაქვს შეკითხვები, მოდი დავსვათ პლუსი, თუ შეკითხვა გვაქვს დავსვათ, მე მანამდე გადავალ შემდეგ ჩივილზე, ასე ვთქვათ, თქვენზე, რომელიც ამოვიკითხე. ანუ მესამე ეს არის საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა. საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა დაახლოებით იგივეა, რაც შიში რომ არ გამომივა და ამაზე უკვე ვისაუბრეთ. აქ შეგვიძლია დავამატოთ კიდევ ერთი რაღაც. თუ არ მაქვს ბოლომდე რწმენა საკუთარი თავის, დაყავით, რაც გაქვთ გასაკეთებელი, შეძლების დაგვარად დაანაწევრეთ უფრო პატარ-პატარა ამოცანებად, პატარ-პატარა მოქმედებებად და დაიწყეთ ესეთი მიკრონაბიჯების გადადგმა. ისეთ ასე ვთქვათ, ისე დააპატარავეთ ეს მოქმედებები, აი იმდენად დაანაწევრეთ, რომ ყოველი კონკრეტული მოქმედების შესრულება თქვენთვის იყოს მარტივი. ერთი პატარა რაღაცა გააკეთე გამოგივიდა, მეორე პატარა რაღაც გამოგივიდა, მესამე, მეოთხე და რაღაცა მომენტში გროვდება შინაგანი თავდაჯერებულობის და წარმატებულობის პოტენციალი. იმიტომ რომ აი ეს პატარ-პატარა რაღაცები რომ გამოგდის, ნელ-ნელა გონებაში ყალიბდება ესეთი ძლიერი საკმაოდ მდგომარეობა და იდეა, რომ თურმე შემიძლია. და ამ ყველაფერთან ერთად ასევე სამართლიანია ფსიქოლოგიური მზაობის 3 პუნქტი. სანამ დაიწყებთ იმის გარკვევას, გწამთ თუ არა საკუთარი თავის, ჯერ შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა სრული ინფორმაცია საჭირო მოქმედებების შესახებ, გაქვთ თუ არა ყველა შესაბამისი უნარი და გაქვთ თუ არა мотиваცია მეებს კეთების. იმიტომ რომ ხანდახან ეს არ მწამს საკუთარი თავის, რომ გამომივა, ეს არის უბრალოდ მასკირება რომელიღაცა ამ ერთის უქონლობისა. ხანდახან სამივეს. Так, მესამე, უბრალოდ მეოთხე, ხო, შემდეგი ჩივილი, სიზარმაცე. რა არის სიზარმაცე? სიზარმაცეში აქ ორი რაღაცაა ძირითადად. მნიშვნელოვანი, გასათვალისწინებელი. გრიპი მაქვს, არ შეიმჩნიოთ, მესამე ჩემი ბრუნდა რეაქცია აღარ მაქვს, მოკლედ რა. ვერ მტოვებს. ძველი შეყვარებული ვითა. ხოდა აზრუნდები, ხო, სიზარმაცე. სიზარმაცე შესაძლოა ის რისიკეთებაც გეზარებათ, თქვენს ღირებულებებთან არ არის კავშირში. ანუ ჩემი გაუცნობიერებელი სიღრმისეული ღირებულებები არის ერთი და ის რაც მეზარება, ხო, ნუ არ ზის ამ ჩემი ღირებულებების სკალაში, საერთოდ შეიძლება ეგ იყოს. მეორე, რაშიც შეიძლება იყოს საქმე, ეს არის ის რომ ასე ვთქვათ, ის რაც მეზარება არ არის დაკავშირებული სიხარულთან, სილაღესთან და პოზიტიურ ემოციებთან. და კიდევ ერთ შეიძლება რაღაცა იყოს საინტერესო აქვე. რომ როდესაც მეზარება რაღაც რას ნიშნავს ეს ამბავი, ხო? ანუ პირველი, როგორც თქვით, რომ ღირებულებებში ვერ ზის შენსაში. მეორე რომ ასე ვთქვათ, სიამოვნებასთან არ არის დაკავშირებული, უსიამოვნო და ესეთი პროცესია და არის კიდე მესამე.
მესამე რას გულისხმობს, რომ ვმოქმედებ და ვარ აქტიური მაშინ, როდესაც მაქვს რაღაცა პრობლემა. როგორც კი ყველანაირი პრობლემა გათავდა და მორჩა, აი იქ ასე ვთქვათ, როდესაც ვარ სრულ კომფორტში, თავს ძალას ვერ ვატანო, რაღაცა ვაკეთო. ან ჩემი მოტივატორი მაინდა-მაინც უნდა იყოს პრობლემა. უნდა იყოს რაღაცა დისკომფორტი. ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ თუ გახასიათებთ ეს მესამე ტიპის სიზარმაცე, გადარჩენისთვის ბრძოლის უნარები გაქვთ გადასარევი, ანუ რთულ სიტუაციებში იცით როგორ იმოქმედოთ და როგორ დაძლიოთ ეს სირთულეები, მაგრამ სრული კომფორტით გება. აი აღარ გაქვთ უნარები, როგორ ვიყო შემოქმედებითი, მიზანდასახული, პროდუქტიული, სრული კომფორტის მდგომარეობაში. და აქ არის ერთი რისკი, რომ შეიძლება გაუცნობიერებლად პრობლემების ან ძებნა დაიწყო ან შექმნა. ოკეი, თუ არის ესეც გასაგები, მოდი აქაც დავსვათ პლუსი და გავანაგზოთ ჩვენი გზა. სიზარმაცის ამბავი თუ არის გასაგები. კიდევ ერთი საინტერესო მიზეზი, რატო არ გამოგდით, ასე ვთქვათ, იმის დასახულის განხორციელება, ხო? რა პრობლემებს აწყდებით? იმ შემთხვევაში, როდესაც გეგმავთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას, ეს არის ეტაპების არასწორი დაგეგმარება. ანუ იგულისხმება, რომ გაქვთ რაღაცა მიზანი, გსურთ განახორციელოთ რაღაცა პოზიტიური ცვლილება თქვენს ცხოვრებაში და შესაბამისად ვერ გეგმავთ ნაბიჯების თანმიმდევრობას. იმისათვის, რომ ნაბიჯების თანმიმდევრობა სწორად დავგეგმოთ, უნდა დავგეგმოთ 3 წერტილიდან. რას ქვია 3 წერტილიდან? პირველი. გავიაზროთ ჩვენი ნაბიჯები აწმყოდან მომავლისკენ. აი მაგალითად, ვაპირებ ერთ წელიწადში რაღაცა კონკრეტული მიზნის მიღწევას. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ? ხო, წარმოვიდგენ, აი აწმყოდან მომავლისკენ რა ნაბიჯები უნდა გადავდგა. ამას რო წარმოვიდგენთ, შეგვიძლია პირდაპირ ჩავწეროთ, ხო? შემდეგ წარმოვიდგინოთ, რომ აღმოჩნდით მომავალში, იქ სადაც მიზანი მიღწეულია, შემდეგ მოვიხედოთ ასე უკან და გამოვლილი ნაბიჯები, ასე ვთქვათ, უკუღმა თანმიმდევრობით გადავათვალიეროთ, ან შეგვიძლია როგორ ვქნათ, მომავლიდან უნდა წამოხვიდე. წარმოვიდგინოთ, რომ მიზანი მიღწეულია და დავუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, ხო? რა ნაბიჯი გავაკეთე ბოლო, ხო, როდესაც მიზანს მივაღწია. აი რა კონკრეტულმა ნაბიჯმა მიყვანა მიზნამდე. ამას რო გაარკვევთ, მე ამის წინ რა გავაკეთე, ამის წინ რა გავაკეთე და აი ესე გამოიარეთ მიღწეული მიზნიდან დღემდე. ანუ მომავლიდან მოვდივართ აქეთ, ეს არის მეორე, ხო? პირველი გავაკეთეთ აწმყოდან მომავალში, მეორე მომავლიდან აწმყოში. მესამე, წარმოვიდგინეთ სივრცეში აი ესე ორი წერტილი, ერთი ესე, აი აქ ვარ მე სტარტზე, აი აქ ფინიშზე, ხო, აი აქ მიზანს მივაღწია და აი ის ნაბიჯები, რაც დაგეგმეთ, აი წარმოიდგინეთ, ასე ვთქვათ, აი ამ ორს შუა ის როგორც კომიქსები წარმოიდგინო პირდაპირ კადრებად და დაფიქრდით, რას დაამატებდით, რას მოაკლებდით, ასე ვთქვათ, რას შეასწორებდით აი ამ ნაბიჯებში. როდესაც სამივე მხრიდან, სამივე პერსპექტივიდან ადგენთ სამოქმედო გეგმას, ის არის ხოლმე გაცილებით უფრო შესრულებადი და ეფექტური, ვიდრე როდესაც ერთი წერტილიდან ვაკეთებთ ამას. და გვაქვს შეკითხვა. აი კატერინე გვეკითხება და როცა პრობლემებს ძალით ქმნი, რომ გადალახო მაგას რას შველით. თუ მოგწონთ ეს სპორტის სახეობა და ამგვარად სძენთ ინტერესს თქვენს ცხოვრებას, თუ რაღაც კატასტროფა პრობლემები არ არის და ფაქტობრივად ერთობით. დიდი კატასტროფა არაფერი. თუ ამას მიაქვს გაცილებით უფრო მეტი ენერგია და რესურსი, ვიდრე მზად ხართ, რომ ამას დაუთმოთ, ამ შემთხვევაში დაფიქრდით, რა უნარები გჭირდებათ იმისთვის, რომ დარჩეთ მიზანდასახული, შემოქმედებითი, პროდუქტიული, შედეგიანი, ინტერესიანი, აბსოლუტური კომფორტის პირობებში. აი, რა გჭირდებათ საამისოდ, რა უნარები გჭირდებათ, იმიტომ რომ პრობლემების დასაძლევად გჭირდება გამჭრიახობა, გჭირდება მიზანდასახულობა, ნებისყოფა, ენერგიულობა,
სიხისტე ხანდახან, ხო? შემოქმედებითობა გარკვეული, ასე ვთქვათ, იმპროვიზაციის უნარი გარკვეულწილად. როდესაც ვსაუბრობთ აბსოლუტური კომფორტის პირობებში პროდუქტიულობაზე, აქ გვჭირდება ორი რამ. პირველი, უნდა ვისწავლოთ საზრისების დამოუკიდებლად შექმნა, ანუ რისთვის ვცხოვრობ რა. იმიტომ რომ როდესაც ომის და პრობლემების და ბრძოლის პირობებში ცხოვრობ, იქ საზრისი გასაგებია, რომ გამარჯვება გაქვს მისაღწევი. გამარჯვება გინდა. როდესაც არ ომობ, არ ბრძოლობ, აი ამ შემთხვევაში რისთვის ცხოვრობ? პირველი, ანუ საზრის შემოქმედი უნდა გახდე შენ თვითონ. და მეორე მომენტი, შემოქმედებითი ძალები უნდა გააღვიძო საკუთარ თავში. შემოქმედი უნდა გახდე. არა მარტო საზრის შემოქმედი, არამედ რეალობის შემოქმედიც. ამაზე ცოტა უფრო დაბლა ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ზუსტად ამ თემაზე 18 არა ბოდიში 10-11 იანვარს თბილისში მექნება ოფლაინ ტრენინგი, ანუ პირისპირ ონლაინ არა. და იქ ვისაუბრებთ აი ამ ტექნოლოგიებზე. ამაზე ცოტა უფრო მოგვიანებით მოგიყვებით. Так. მე შეგითხვა არა, გასაგებია. გადავიდეთ შემდეგ ჩივილ წარუმატებლობის შიში. ნუ აქაც იგივეა, რა თქვით, ხო? გაზომეთ, რამდენად გაქვთ სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ მიმოქმედოთ, რამდენად იცით რა გაქვთ გასაკეთებელი, რომ მიზანს მიაღწიოთ, შექმნათ სასურველი ცვლილება, რამდენად შეგიძლიათ ამის კეთება და მესამე, რამდენად გაქვთ ამის კეთების мотиваცია. აქვე შეიძლება იყოს წარუმატებლობის შიში, იმიტომ რომ სხვები გამკიცხავენ გარედან. ესეც შეიძლება იყოს, სხვათა შორის. კიდე ერთ საინტერესო ჩივილი, თვითსაბოტაჟი. თვითსაბოტაჟი რა არის? საკუთარი თავისთვის ხელის შეშლა. როგორ გამოიყურება ხოლმე ეს საკუთარი თავისთვის ხელის შეშლა? ან უცებ აზრები წამოგივა თავში, რომელიც გიშლის ხელს, ასე ვთქვათ, შედეგიან მოქმედებაში. ან შინაგანი მდგომარეობა გეცვლება ისე, რომ აღარ გინდა რაღაცეების კეთება. ან უცებ რაღაც უცნაური რეაქციები გიჩნდება ადამიანებზე, სიტუაციებზე. საბოლოო ჯამში შენი მოქმედებების რიგი ინგრევა. ანუ მიზეზი არის აბსოლუტურად იგივე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მიზეზი არის შინაგანი მთლიანობის ნაკლებობა. ანუ არსებობს თქვენი ცნობიერი სურვილი რაღაცა განახორციელოთ და არსებობს თქვენი ქვეცნობიერის მარტივად რომ ვთქვათ, სულის რაღაცა ნაწილი, რომელიც ამაში არ გეთანხმებათ. არ გეთანხმებათ არა იმიტომ, რომ ბოროტია, არ გეთანხმებათ იმიტომ, რომ მას აქვს სხვა წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა არის ნორმალური ცხოვრება ზოგადად და აქ არის საკუთარი სულის ნაწილებთან დიალოგი უნდა ისწავლოთ რა. როგორ დაველაპარაკოთ ამ შემთხვევაში და შემოვირიგოთ. კიდე ერთი საინტერესო მიზეზი, რომელიც გიშლით ხელს, ეს არის ბრაზის და ემოციების ვერმართვა. ანუ მოძალებული ბრაზი, მოძალებული, ასე ვთქვათ, უარყოფითი ემოციები და როგორც ხვდები, მე იმპულსურად მოქმედებთ, მნიშვნელოვან ურთიერთობებს აფუჭებს ეს ამბავი, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას გაიძულებთ, რომ მე შეიძლება ნანობთ, დრო რო გადის და ასე შემდეგ. საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს აგრესია? საერთოდ ეს აგრესია შეიძლება იყოს როგორც გარეთ მომართული, ისე შიგნით მომართული. აგრესიის გამოხატვის 5 გზა გვაქვს სულ. პირველი, ეს არის სიტყვიერი აგრესია. წეულაგრულვა გინება. მეორე, ეს არის საგნობრივი აგრესია. კარებს აჯახუნებ, ჭიქებს ამტრევ, რაღაც დუფლებს ისვრი. მესამე ტიპის აგრესია, ეს არის ფიზიკური აგრესია, ანუ უშუალო წემატყება. მეოთხე ტიპის აგრესია, ეს არის ემოციური აგრესია, რომ გაგებუტებიან და ერთი თვე არ გელაპარაკებიან, ხო? ერთჯერ ქვეშ. და მეხუთე ტიპის აგრესია, ეს არის აგრესია მიმართული საკუთარ თავზე, საკუთარ თავის ნგრევა.
ну არც ერთია კაი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე, არც მეხუთე, მაგრამ საიდან მოდის ეს? პირველი, უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ ჩვენთაგანს აქვს აგრესიულობის თანდაყოლილი დონე, ბუნებრივად. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს აგრესიულობის მოთხოვნილება. აი როგორც გვაქვს საჭმის მოთხოვნილება, ჰაერის მოთხოვნილება, ძილის და ამ შემდეგ. ადამიანურ არსებას აქვს ასევე აგრესიის მოთხოვნილება. არა მარტო აგრესიის, ნეგატიური ემოციების მოთხოვნილება აქვს, ამიტომ ფილმები, სხვადასხვანაირი თრილერები, საშინელებები, ну, ყოველთვის ისარგებლებს, ასე ვთქვათ, მოთხოვნილებას. შესაბამისად, როგორც წესი, ადამიანს აქვს ხოლმე აგრესიულობის საშუალო დონე. ეს გამოიხატება ჯანსაღ კონკურენციაში და წარმატებისკენ მიდრეკილებაში. როდესაც ადამიანს ბუნებრივად საერთოდ არ აქვს აგრესია, ის საზოგადოებაში ცოტა რამეს აღწევს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მალე ნებდება. და არსებობს მოჭარბებული აგრესიით დაჯილდოებული ადამიანები. ხანდახან იმდენად, რომ ესეთი ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ვერ იცავენ რაღაცა საზოგადოებრივ ნორმებს და ხდებიან შემდეგ საპრობილეების და სხვა ასე ვთქვათ, ამ ტიპის დაწესებულებების მკვიდრები. რომ ეს აგრესია იმდენად დიდია, რომ გადასდის წესების დარღვევაში, კანონის დარღვევაში, მარტივად რა ვთქვათ რა. როგორც წესი, მშვიდობიან პერიოდში ესეთი ადამიანები, როგორც თქვი, წესებს ვერ იცავენ, ომის პირობებში ომებს იგებს ზუსტად ესეთი ტიპის ადამიანები. აი რაღაცა დამრტყმელი შენაერთები რო ხალიბდება ხოლმე, ძირითადად ესეთი ტიპის ადამიანებია იქ საჭირო. ხო და ნუ ბუნებრივია ყველას გვაქვს აგრესიის რაღაცა დონე და კარგია რომ ვიცოდეთ საკუთარი აგრესიის დონე. არსებობს ძალიან ბევრი ტესტი ინტერნეტში უნდა იდოს, ქართულ ენაზე დევს თუ არ დევს, არ ვიცი. თანდაყოლილი აგრესიის გასაზომი ტესტი შეგიძლიათ მონახოთ, გაიაროთ და ასე ვთქვათ, დაადგინოთ. და იმ შემთხვევაში თუ გაქვთ მოჭარბებული აგრესია, უბრალოდ იცოდეთ ეს ამბავი, რომ ესე თქვენი პიროვნული რისკები და ეცადოთ არ მოხდეთ ისეთ სიტუაციებში, სადაც შეიძლება გამოგიყვანონ მდგომარეობიდან. მეორე მიზანი, უბრალოდ ბოდიში მეორე მიზეზი, ესეთი უმართავი აგრესიისა და ესეთი ემოციურობის არის როგორც წესი ფსიქოლოგიური ტრავმები, გადაუმუშავებელი, რომ რაღაცა მოხდა წარსულში, ფსიქიკამ ეს ვერ გადახარშა, ისევ გტკივა და მაგალითად, მოდი კონკრეტულ მაგალითებზე განვიხილოთ. სკოლაში, მაგალითად, მასწავლებელმა დაგამცირა. და შენმა ფსიქიკამ ეს წაიკითხა, როგორ ვიღაცა უფროსი და ძლიერი მამცირებს მე უმცროს, ხო? იქ კი გინდოდა რომ შეპასუხებოდი, შეიძლება სულიც ქონდა რომ გაგერტყა, მაგრამ ნუ ვერ ქენი. და ეს შვილის არივით ეს დაიჭიმა ეს ზამბარა რა. და შემდეგ სამსახურში ყავს უფროსი, რომელსაც აღიქვა უფროსად და უფრო ძლიერ პოზიციაში და იმან შეიძლება აბსოლუტურად უწყინარი რაღაცა გითხრას, რაღაც შენიშნა. და შენ ისეთი რეაქცია ქონდეს ამაზე, გეგონება სამშობლოს ღალატს გთავაზობს ის შენი უფროსი. და სინამდვილეში შენ რეაგირებ აი იმ სკოლის მასწავლებელზე და აი იმ გადაუმუშავებელ ტრავმაზე, ვიდრე ამ რეალურ სიტუაციაზე. ამიტომ ძალიან ხშირად ჩვენი ემოციური რეაქციები, ეს არის რეაქციები წარსულ სიტუაციაზე, რომელიც გავს აწმყოში არსებულ მოვლენებს. და შესაბამისად გზა აქ არის ამის გადამუშავება თერაპიაში, ფსიქოთერაპიაში. და კიდევ ერთ რამ მინდა გითხრათ, რომ ესეთი ტიპის პრობლემების დაძლევას არ ჭირდება თვეები და წლები, ჭირდება სულ რამდენიმე საათი ხოლმე კვალიფიციური ფსიქოთერაპიის. ამიტომ თუ გაქვთ ესეთი პრობლემა, მიბრძანდით ფსიქოთერაპიაზე, ან მობრძანდით და მარტივად დაძლევთ. კიდევ ერთი საინტერესო ბარიერი, რომელიც გიშლით ხელს, ეს არის დროის ნაკლებობა. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ამ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე დროის მენეჯმენტზე და კარგია რომ
ბანალურად გავეცნოთ მაინც და წავიკითხოთ დროის მენეჯმენტი რას გულისხმობს. გულისხმობს რამდენიმე რაღაცას. პირველი ეს არის პრიორიტეტების მიხედვით დახარისხება თქვენი აქტივობების, ერთი და მეორე საქმეების ასე ვთქვათ ისე დაწყობას, რომ ერთდროულად ბევრი რამე აკეთოთ. ანუ, რას გულისხმობ ამაში? ჩვენი მოქმედებები შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად. მენტალური მოქმედებები, მაგალითად, რაღაცის გააზრება, გაანალიზება, რაღაცაზე დაფიქრება, გადაწყვეტილების მიღება, ერთი. მეორე, საკომუნიკაციო მოქმედებები. ვიღაცასთან საუბარი, კომუნიკაცია, ლაპარაკი, მოლაპარაკება, პრეზენტაცია და შემდეგ და მესამე ფიზიკური მოქმედებები. ხანდახან ჩვენ შეგვიძლია რომ გავაერთიანოთ, მაგალითად, ვალაგებ სახლს, ამ დროს რაღაცაზე ვფიქრობ. ან ვიღაცას რაღაცაზე ვესაუბრები, ამ დროს რაღაცას ვფიქრობ ამ საუბრის პროცესში. ანუ საქმეები შეიძლება ისე დავაწყოთ, რომ ბევრი რაღაცა ვაკეთოთ ერთად. მაგრამ რა მინდა გითხრათ? აი 25 წლის პრაქტიკა მეტი, ხო? მიჩვენა რომ მხოლოდ ესეთი რაციონალური ინსტრუმენტები დროის მენეჯმენტის არ მუშაობს. იმიტომ რომ ადამიანები ცდილობენ ისევ და ისევ ნებისყოფის ძალით საკუთარ თავში მოახდინონ, ასე ვთქვათ, პრაქტიკაში ამის დანერგვა, არ გამოსდით. არ გამოსდით, იმიტომ რომ ცნობიერი, დაცნობიერებული დროის მართვის გარდა არსებობს კიდევ გაუცნობიერებელი დროის მართვა. ჩვენი ქვეცნობიერი როგორ ალაგებს პრიორიტეტებს, ჩვენი ქვეცნობიერი როგორ ალაგებს დროს. აი მოდი პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ რა. თუ ხართ ისეთ პირობებში, სადაც ეხა შეგიძლიათ უსაფრთხოდ დახუჭოთ თვალი, დახუჭეთ და კონცენტრირდით საკუთარ გულზე. წარმოიდგინეთ, რომ გულში გაქვთ ისრებიანი საათი. საათს არის საათის ისარი, წუთების ისარი და წამების ისარი. და დააკვირდით ეს წამზომის ისარი რა სიჩქარით მოძრაობს. უბრალოდ დააკვირდით, როგორი სიჩქარით მოძრაობს წამზომის ისარი გულში, თქვენი პირადი დრო, მოდი ესე ვთქვათ. შემდეგ გაახილეთ თვალი, გაიხეთ, გამოიხედეთ იქეთ-აქეთ. ისევ დახუჭეთ თვალი და ახლა წარმოიდგინეთ, რომ აი იქ სადაც ხართ, იმ ქალაქში, იმ ქვეყანაში, აი იმ ადგილის თავზე დიდი უზარმაზარი ესეთი ისრებიანი საათი კიდია და იქაც არის წამზომის საათი. გარდა საათების და წუთების, ხო, იქაც არის წამზომის საათი და ნახეთ ის რა სიჩქარით მოძრაობს. და დააკვირდით, თქვენი პირადი დრო და სივრცის დრო, სადაც ხართ, ხო, რამდენად ემთხვევა ერთმანეთს. შეიძლება თქვენი დრო უფრო წინ გარბის. და ამის გამო შეიძლება შფოთავთ. შეიძლება თქვენი დრო უფრო ნელა მოძრაობს. და ამ შემთხვევაში გაქვთ ისეთი შთაბეჭდილება, რომ არ ყოფნით დრო. თუ სამყარო გარბის სადღაც და რაღაც საქმეები უფრო ბევრია და გეყრებათ თავზე. შეიძლება კომენტარებში დაწერეთ. თქვენი საათი, თქვენი დრო პირადი უფრო ნელია, უფრო ჩქარია თუ, ასე ვთქვათ, ისეთივეა, როგორც გარემო. თუ ემთხვევა ძალიან კარგი, ესე იგი, გარე სამყაროსთან დროის კონტექსტში გაქვთ, ასე ვთქვათ, ჰარმონიული შეხმატკბილება. ხო და თუ შეატყეთ, რომ თქვენი დრო ან ჩამორჩა, ან პირიქით უფრო სწრაფად გაიქცა, გაასწორეთ, რომ ასე ვთქვათ, სამყაროს დროსთან ერთად იაროს ჰარმონიულად. ანუ მოიყვანეთ თქვენი პირადი დრო შესაბამისობაში გარე სამყაროს დროსთან რა. და დააკვირდით ამას რომ გააკეთებთ, ხო, ან შეანელოთ, ან უნდა დააჩქაროთ, ხო? აი, ერთიანად რომ დაიწყებს ორივე მოძრაობას, მიაქციეთ ყურადღება სხეულში რა შეგრძნება გაჩნდება.
რეაქცია ყურადღება, სხეულის რეაქცია როგორ შეიცვალა, როდესაც შესაბამისობაში მოიყვანეთ ჰარმონიულად ითვლით დროს სამყაროსთან. და გირჩევთ, რომ დაახლოებით 1 კვირის მანძილზე 2 წუთი დაუთმეთ სულ, მონიტორინგი განახორციელეთ, აი ხო არ გაიქცა ჩემი პირადი დრო სამყაროს დროზე უფრო სწრაფად, ხო? ან ხო არ შენელდა ჩემი დრო. და თუ საჭიროა გაასწორეთ, აი 1 კვირის მანძილზე მონიტორინგი აწარმოეთ, გაასწორეთ და ცოტა ხანში ნახავთ, რომ ძალიან კარგად აეწყობით და გაცილებით უფრო მეტ რაღაცას მოასწრებთ. ეს ერთი. და გაჩნდება კიდე ერთი საინტერესო მოვლენა თქვენ ცხოვრებაში. უფრო ხშირად აღმოჩნდებით საჭირო ადგილას, საჭირო დროს, საჭირო ადამიანებთან. საჭირო ცოტა ვერ არის, ისეთი სიტყვა სალხინო, მოდი ასე დავვრქოთ. და კიდევ, როგორ მოვასწროთ გაცილებით უფრო ბევრი, ხო? მაგალითად, მოდის 2026 წელი. დაახლოებით იცით რა გინდათ მოასწროთ, ხო? თუ გინდათ, შეგიძლიათ ჩამოწეროთ, რეები გინდათ რომ მოასწროთ და მე დახუჭეთ თვალი და წარმოედგინეთ ეს თქვა დროის ხაზი, რომელიც მიდის მომავალში, ხო? აი მაგალითად დღეიდან და 31 დეკემბრამდე 2026. და აი ამ დროის ხაზზე პირდაპირ ვიზუალურ სურათებად ჩააწყეთ ყველაფერი ის, რისი მოსწრებაც გსურთ. იმისათვის, რომ თქვენმა ქვეცნობიერმა დაგეგმარების მექანიზმებმა გაითვალისწინონ ყველა ის ამოცანა, რისი გადაწყვეტაც გსურთ 2026-ში, ყველა ის მიზანი, რას მიღწევასაც გეგმავთ, რომ რესურსები უფრო რაციონალურად დააწყოს. რომ ცნობიერად ამის გაკეთება ცოტა რთულია. გასაგებია ხო ეს მომენტი? თუ შეიძლება რომ დაწეროთ რამდენად გასაგებია თქვენთვის ეს ინფორმაცია, რომელსაც გაწვდებთ, რამდენად ახკმადია ეს ყველაფერი. ახკმადი რას ვეძახი, იცი? უბრალოდ გაიგოთ კი არა, მივხვდეთ როგორ გამოიყენოთ ეს მერე თქვენს ცხოვრებაში პრაქტიკულად, თორე ხა უბრალოდ სიტყვებს კი გაიგონებთ. თქვენმა 21 დღიანმა მარათონმა იმდენი რამ მასწავლა, უღრმესი მადლობა გმირთმა დაგლოცოთ. დიდი მადლობა, ძალიან სიამოვნებს ხოლმე, როდესაც გაქვთ მაგარი შედეგები. რა მინდა კიდე გითხრათ, ამაზე დავიწყე საუბარი და მე ვთქვი, რომ მე ვთქვათ თქო. 10 და 11 იანვარს. 10-ში ესე იგი საღამოს ვიწყებთ. დაახლოებით 2-2.5 საათი და მე მეორე დღეს, კვირა დღეს ვაგრძელებთ 11:05-მდე სადღაც ტრენინგს. საქართველოში, თბილისში ვგეგმავ ტრენინგის ჩატარებას, რომელსაც დავარქვი ნეიროსპექტივა. რაში მდგომარეობს ტრენინგის თემა, მიზანი და ამოცანა? ცოტა შორიდან უნდა შემოუვარო. თუ ხართ მზად მომისმინოთ პლუსი დასვით თუ შეიძლება, თუ არა და მოკლედ გეტყვით. ესე იგი, რაში მდგომარეობს აზრი? სტრუქტურულად რო ავიღოთ ადამიანის ცხოვრება, შეიძლება განვიხილოთ 3 ტიპის ყოფიერება, 3 ტიპის ცხოვრება. პირველი ეს არის ისეთი ტიპის ცხოვრება, როდესაც შენ დაიბადე ან აღმოჩნდი მეტნაკლებად ისეთ მოცემულობაში, სადაც არის საკმაოდ ბევრი კეთილდღეობა, ხო? მატერიალური დოვლათი, ემოციური დოვლათი, უყვარხარ, არ გიჭირთ. რაღაც
სიტუაცია, საიდანაც გაქვს ბევრი სასტარტო შესაძლებლობა. ანუ, კაი კარტით დაიბადე ხელში. ან აღმოჩნდი ესეთ სიტუაციაში. მოცემულობა გაქვს ესეთი კარგი. ამ შემთხვევაში, როგორი ცხოვრებაა, ხო, ძალიან პირობითად რო ავიღოთ. დაიბადე, სკოლა დაამთავრე ოქროს მედალზე, ინსტიტუტი დაამთავრე წითელ დიპლომზე, შექმენი ოჯახი, იშოვე ბევრი ფული, ააშენე სახლი, გახვედი პენსიაში, მოგზაურობ. გარდაიცვალე ცხოვრება დამთავრდა. ამ ცხოვრებაში აფერი არის ცუდი, გადასარევი რამეა. თუ ესეთი ცხოვრება მოგწონს. არის მეორე ტიპის ცხოვრება. როდესაც ესეთ მოცემულობაში არ დაიბადე ან ვერ ხარ მიზეზთა გამო. ეკონომიური მიზეზებით, სოციალური მიზეზებით, რასობრივი მიზეზებით, ეროვნული მიზეზებით, გეოგრაფიული მდებარეობით, ხო? ვერ ხარ იმ დოვლათის სიტუაციაში, ასე ვთქვათ, 60-ში, მოდი ესე პირობითად დავარქვათ და ეს დაკარგული 60-ის პირობებში ცხოვრობ, ასე ვთქვათ, მოჯოჯოხეთო სიტუაციაში, სადაც გიწევს პერმანენტული ბრძოლა. ბრძოლა გადარჩენისთვის, ბრძოლა რაღაცა კეთილდღეობის შექმნისთვის. პირველი არის სტანდარტული ტიპის 60, ასე ვთქვათ, სტანდარტული კეთილდღეობა, მეორე არის სტანდარტული ტანჯვა-წვალება. არანაირი პერსპექტივა არ გაქვს იქ. როგორც პირველ შემთხვევაშია ყველაფერი გაწერილი და გასაგები, შენი ასე ვთქვათ, კარგი ცხოვრება. ამ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში, ხო ამ ჯოჯოხეთში არის გაწერილი და ასე ჩამოყალიბებული ნოტებად, როგორი ცუდი ცხოვრება გექნება. პირველ შემთხვევაში რა გჭირდება? ხო იმისთვის რომ აი ამ 60-ში იმყოფებოდა, გჭირდება ამასთან ადაპტაცია, მისი წესების დაცვა და ეს უნდა მოგწონდეს. იმიტომ რომ შეიძლება არ მოგწონდეს. შეიძლება მარტივად რო ვთქვათ, არ აგახსნებდეს ესეთი ტიპის ცხოვრებას, რაღაცეები გინდოდეს. მეორე შემთხვევაში, ხო, როდესაც გასაგებია და აწლეულებით წინ არის გაწერილი შენი განჯვაწვალება და არანაირი პერსპექტივა და ასეთ არაფერი ნორმალური არ გეჯღანება, ამ შემთხვევაში რა გჭირდება? ამასთან ადაპტაცია და შეგუება. ტკივილის შეყვარება გჭირდება. ხანდახან ამას აქვს დამახინჯებული სულიერების ფორმა. როდესაც ხარ არა დოვლათის, არამედ სიღარიბის კონტექსტში, სიღარიბის სიტუაციაში, უნდა მარტო ფინანსებს არ გულისხმობ, ყველანაირ სიღარიბეს გულისხმობ, ხო? ემოციურს, ინფორმაციულს, რესურსულს და ასე შემდეგ, სოციალურს. ამ შემთხვევაში იმისთვის რომ არ გაგიჟდე ელემენტარულად, გჭირდება რაღაცა კონცეფცია, რომ აუხსნა საკუთარ თავს, რატოა ეს ტანჯვა-წამება კაი და გადასარევი. და იწყება რომ ეს არის ჩემი კარმა, წინა ცხოვრებებში ვიყავი საროსკიპოს დირექტორი და ახლა უნდა ვიტანჯო და ვიწამო. ეს ერთი, მეორე რომ გელცეთ დოვლათი და კეთილდღეობა ადამიანებს აფუჭებს და რაც უფრო წვალობთ და რაც უფრო თავს იტანჯავან ცხოვრება გტანჯვავს, სადღაც იქ, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი მერე გეზღვევა რაღაცა სიმბოლურ სულიერ სიკეთეებად. ანუ იქაც და აქაც არის აბსოლუტურად გასაგები სიტუაცია. ახალი არაფერი არ მოხდება. იმიტომ რომ არც ამ 60-ის პირობებშია შენი წესებით შექმნილი სიტუაცია. შენ არ შეგიქმნია ეს, ამ შენ დაიბადე უკვე ისეთ სამყაროში, ისეთ სოციუმში, სადაც ესეთი წესები მოქმედებს. და მეორე ეს ჯოჯოხეთი, აქაც ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი გაწერილია, ყველაფერი არ შეიცვლება. არსებობს კიდევ მესამე ტიპის ყოფიერება, როდესაც შენ თვითონ ქმნი შენი ცხოვრების უნიკალურ მოდელს, რომელიც არ გავს არავის აბსოლუტურად, არის შენთვის მორგებული, ასე ვთქვათ, შენზე გაკეთებული მთლიანად, იმისთვის რომ შენ შეძლო იცხოვრო ისე, როგორც შენ გსურს და რეალური თავისუფლება რო დავხედოთ, ხო? მათ შორის ამ გზაზე დევს. იმიტომ რომ შეიძლება ეს 60-ის სიტუაცია ან ვერ მოხდე ამ 60-ში, ხო, მოცემულობის კუთხის, თავიდანვე ვერ აღმოჩნდი, ვერ დაგირიგა ცხოვრებამ ესეთი გადასარევი კარტი. ან უბრალოდ ესე ცხოვრება არ მოგწონს, რაღაცა სხვა გინდა.
გაინტერესებს აი შენ რა შეგიძლია საკუთარ თავი გამოცადო, ხო? ან ელემენტარულად გემოვნების ამბავი არ მოგწონს. სხვა რაღაცეები გინდა. შენი ინდივიდუალური რაღაცეები შექმნა გინდა. ხო და ეს ერთი და მეორე შეიძლება ასე ვთქვათ აღმოჩნდი აი ამ სიღარიბის სიტუაციაში. გაღარიბებულ სამყაროში ან ჯოჯოხეთში. მესამე გზა არის შემოქმედებითობის გზა. ხო? როდესაც შენ თვითონ იწყებ ისეთი რაღაცეების შექმნას, რაც მერე გადაიქცევა იმ ცხოვრების წესად და აქ არ არის საუბარი ერთი კონკრეტული ბიზნეს მიღწევაზე. აქ არის საუბარი პრინციპში შენი უნიკალური ყოფიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი პირველი ორისგან, რომელშიც ხარ პრინციპში თავისუფალი და ბედნიერი. ტრენინგი, რომელსაც მე გეგმავ 10 იანვარს 2011-ში. ამ ტრენინგის განმავლობაში ჩვენ ვისწავლით, გავაკეთებთ, ასე ვთქვათ, ამ პრაქტიკებს და ავითვისებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ აი ესეთი ჩვენი დამოუკიდებელი ყოფიერების მოდელი შევქმნათ. რომ წავიდეთ აი ამ გზით. ერთია რომ გინდოდეს ამ გზითია რომ მეორე იცოდე კონკრეტული ინსტრუმენტები, რაც ასე ვთქვათ, დროის ეკონომიას გაიგეთებს, ხო? არ მინდა რომ რაღაცა 80 წლის ასაკში, 90 წლის ასაკში მოხდეს ჩემი თვითრეალიზაცია და გავბრწყინდე, ხო? გადასარევი იქნება, მაგრამ ცოტა ახლოს მინდა რა. ხო და აი ამაზე გვექნება საუბარი. 4 ეტაპად იქნება დაყოფილი ტრენინგი. პირველი ეს არის საკუთარი სიღრმისეული სურვილების აღმოჩენა. ესე ვთქვათ, შენ სულს რა უნდა. მეორე, ეს არის საკუთარ თავთან, გარე სამყაროსთან, სასურველ მომავალთან, ჯანსაღი კავშირების აღდგენა, ინფორმაციული, ენერგეტიკული კავშირების. ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე ვისწავლით, როგორ შევქმნათ საკუთარ თავში იმდენად ძლიერი შემოქმედებითი მდგომარეობა, რომ პრინციპში ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდეთ შემოქმედებითად, მარტივად და შედეგიანად. მესამე ეტაპზე დავკავდებით კონკრეტული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებით. იმიტომ რომ ერთი არის რაღაც შინაგან სამყაროში შექმნა რაღაცეები და მერე ეს ყველაფერი გამოიტანო გარეთ. ხო? ასე ვთქვათ, ეს რას გავს? იცით, აი კვანტური სამყაროდან მატერიალურ სამყაროში მომავლის შენი ვერსიის დაბადებას გავს. ხანდახან ბუკვალურად. აი, როგორ მივცეთ ამას, როგორ შევძინოთ ამას კონკრეტული გზა? აი, ბავშვი ხო გამოივლის, ასე ვთქვათ, ამ მშობიარობის დროს აი ამ გზებს, ხო? აი, შენი სასურველი რეალობა, შენი სასურველი ყოფიერებაც აი ამ გზებით მოდის და როგორ გამოვატაროთ, ასე ვთქვათ, უსაფრთხო. და მეოთხე ეტაპი, ეს არის, ასე ვთქვათ, მენტორებთან მუშაობა. ანუ, როგორ მივიღოთ წვდომა კოლექტიური გონიერების დამატებით რესურსებთან. იმიტომ რომ არის ჩვენი ინდივიდუალური გამოცდილება და ჩვენი რესურსები პიროვნული ემყარება ჩვენს ინდივიდუალურ გამოცდილებას. და არის კიდევ კოლექტიური გამოცდილება, ხო? მილიონობით წლების განმავლობაში დაგროვილი სტრატეგიები, უნარები, ცოდნა, ინფორმაცია და ასე შემდეგ, რომელიც სხვა ადამიანების ცხოვრებაში ხდებოდა. და შესაძლოა არა მარტო ადამიანების. აი როგორ მივიღოთ ამ უზარმაზარ საინფორმაციო ბაზასთან წვდომა, ისე რომ ასე ვთქვათ, ეს ჩვენს ასიკეთოთ მუშაობდეს. გლობალურად რო ვთქვათ, როგორ შევინარჩუნოთ საკუთარი თავი და დავრჩეთ გარე სამყაროსთან ჰარმონიაში ისეთნაირად, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც სურს. აი ამის ინსტრუმენტებს შევისწავლით, ტრენინგის განმავლობაში გავაკეთებთ, ასე ვთქვათ, ყველა აუცილებელ სავარჯიშოს, უშუალოდ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ, თუ რაღაცა ვერ გამოგივიდეთ, რომ მოგეხმაროთ და გამოგივიდეთ და აი ამ რაღაცებს გავაკეთებთ. შედეგად მიიღებთ იმ ინსტრუმენტარს, რომელიც მოგცემთ საშუალებას ფაქტიურად ისეთი ცხოვრების მოდელი ჩამოიყალიბოთ, სადაც იქნებით, ასე ვთქვათ, სადაც იცხოვრებთ თქვენს გემოზე, რა მოდი ესე ვთქვათ.
და გარდა ამისა აღმოაჩინოთ კიდევ ბევრი ისეთი საინტერესო რამ, რაზეც არ გიფიქრიათ შესაძლოა აქამდე, ხო? Რაღაც ახალი ტერიტორიები აღმოაჩინოთ, როგორც საკუთარ თავში, ისე გარე სამყაროში. ეს ყველაფერი იქნება 10-ში და 11-ში, ანუ 10-ში საღამოს, შაბათია თუ არ ვცდები და კვირა დღეს გავაგრძელებთ პრაქტიკულად მთლიან დღეს. საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით ეხლა მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება, 31-მდე უკვალურად. თუ გაინტერესებთ ამ ტრენინგში მონაწილეობის მიღება, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, ჯერჯერობით, რაღაც მომენტში ლინკსაც გავაზიარებ მე ბმულს სარეგისტრაციოს და გამოგიგზავნით პროგრამას, პირობებს და ყველაფერი დანარჩენს. შესაბამისად, გელოდებით. რაც შეეხება ონლაინ შესაძლებლობას, ამას დავფიქრებით რატომაც არა, მაგრამ ეხლა 10-ში და 11-ში, 10 და 11 იანვარი მინდა რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი ოფლაინ, უშუალოდ პირისპირ. აბა წავიკითხოთ შეკითხვა. რეალურად თუ ქონია პრაქტიკაში, რომ ადამიანმა შექმნა ისეთ ცხოვრება, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იყოს მისი ნაცნობო სანათესაო სივრცეში არსებული მოდელებისგან და რესურსებისგან. მეტნაკლებად ადამიანი იმ მოდელებს მისდევს, რაც მის ველშია, ასე თქვათ საგვარეულო რესურსი. ძალიან ხშირად შემიქმნია პრაქტიკაში ეგეთ ცვლილებები. ტექნიკურად შემიძლია გითხრათ, რომ არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ძირითადი პროფესია არის ფსიქოტექნოლოგი და არა მარტო ფსიქოლოგი. რაღაცა პრაქტიკული თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ მარტივი ამბავი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ეს შეიძლება ისწავლო და სხვა შორის ეს ტრენინგი, რომელიც გვექნება 10-ში, ნეიროსპექტივა, ხო? ეს ზუსტად აი ამ ინსტრუმენტებით იქნება დახუნძლული, რომელიც გაძლევს საშუალებას, ის შექმნა, რაც შენ გინდა. ხანდახან ნოლიდან. აი ესეთი ამბავი. ესე იგი, თქვენი ჩივილების ალბათ 10% განვიხილეთ დღეს. ასე ვფიქრობ, კვირაში ერთი დღე მივდიოთ, მოვიახალწლოთ და შემდეგ გავიაროთ, ასე ვთქვათ, ყველაფერი ის, რაც გიშლიდათ ხელს ბიზნეს მიღწევაში, სასურველი ტრანსფორმაციების განხორციელებაში, თქვენ ცხოვრებაში და ასე ვთქვათ, შეძლებს დაგვარად მოგაწოდებთ პრაქტიკულ რჩევებს და ინსტრუმენტებს ამ ამბავში. Так, Тандекс Кილოცა ვახო, წარმოდელობენია წელს გისურვებ, მადლობა ყველაფერთვის. მეც გისურვებ. ძალიან ბედნიერ 2026 წელს. შეკითხვები თუ გვაქვს? შეკითხვები თუ არ გვაქვს? მოდი ერთიანათამდე დავწეროთ, რამდენად ინფორმატიული, სასარგებლო და პრაქტიკული იყო დღევანდელი ტრენინგი. და ნელ-ნელა ვიცეკვოთ გასასვლელისკენ. ჩემი საყვარელი ფრაზა რომაული არ დადაგებიდან. თქვენო უდიდებულესობავ იცეკვეთ გასასვლელისკენ. თქვენს დიდი მადლობა, კეთი. ეს ლაივი სხვა შორის გაუზიარეთ ადამიანებს, ვისაც გული გერჩით. მაინც პეიჯზე შეგიძლიათ არქნათ ისე მესენჯერში გაუზიარეთ, გაუგზავნეთ იმ ადამიანებს, ვინც ებრძვის, ასე ვთქვათ, სირთულეებს ცხოვრებაში, შესაძლოა წაადგეთ. აი ერთი წუთიც დავიცადოთ, თუ გვაქვს რაიმე შეკითხვა და მალე გამოჯამწელდია. მადლობა ვეცდებით. გრიპთან მე მგონი რომანი მაქვს რა. ესეც ცხოვრებაში არ მგონია სხვა შორის თბილისში რომ დამემართა ახლა. ხო და ვფიქრობ ხო არ შევიცვალო ლოკაცია თქო.
Так, იმედია კიდევ იქნება ოფლაინ ტრენინგი და იმედი მაქვს მეც მალე დავბრუნდები. კი, გვექნება ოფლაინ რაღაცები. ჩანაწერი დარჩება კი აქ ამ პეიჯზე. რაც შეეხება 10 იანვრის ტრენინგში ონლაინ ჩართვას, თუ ონლაინ ფორმატში კეთდება, ის სხვანაირად უნდა გაკეთდეს, სხვა თანმიმდევრობა უნდა გქონდეს, სხვა სპეციფიკა აქვს, ამიტომ ამ ეტაპზე ონლაინ ცალკე გავაკეთებთ ჯგუფს ალბათ. შფოთს რა ქმნის? ძალიან დიდი სისწრაფით დაქოქილი წარმოსახვა. ნეიროგრაფიკის ხატვასთან დაკავშირებით, თუ შეგიძლიათ რამე გვითხრათ, რამდენად რეალურად აქვს შედეგები. შედეგების შესახებ ეს იმათ უნდა კითხოთ, ვინც ისეც აქვს ამის გამოცდილება, იმიტომ რომ მე თეორიის დონეზეც არ ვიცი. მოქმედების პრინციპი ვიცი, მაგრამ როგორი შედეგიანობის სტატისტიკა არ ვიცი გითხრათ სინამდვილეში და დახედეთ უბრალოდ იმ ადამიანებს, ვინც ნეიროგრაფიკით არის დაკავებული და შეხედეთ, აბა რეები იცვლება. ოღონდ შეხედეთ მოვლენების დონეზე რა იცვლება მათ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე რომ პრობლემები იგივე დარჩა, უბრალოდ კარგად ვარ, მშვიდად ვარ, ეს იგივეა, რომ ჭაობში ზიხარ, მაგრამ გიხარია, რომ ჭაობში ზიხარ. მანამდე გაწუხებდა ეს ამბავი და რაღაც გამოსავალს ეძებდი და ეხლა დამშვიდი, მაგრამ გარშემო ის ბაღაკები მღერიან, ხო? ამიტომ დააგვირდით არა მარტო იმას, რას გიყვება ეს ადამიანი, ხო? აი რეალურად, ფაქტიურად მის ცხოვრებაში რეები შეიცვალა. ეს არის ხოლმე ყოველთვის საგულისხმო და საინტერესო. და მე რაღაცა ესეთი ექსპერტული ცოდნა მაგ დარგში არ მაქვს, ამიტომ ვერც კის გეტყვით, ვერც არას. და ახლა როცა სხვა ადამიანის ენერგიებს გრძნობ და შენზე ეს ცუდად მოქმედებს, ნორმალურია? სასიამოვნო არ არის, შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რაზე საუბრობთ, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ესეთი ჰიპერსენზიტიური, ნახევარი წლით ადრე გრძნობ ხოლმე რაღაცა მოვლენებს, მესმის ხოლმე რაღაცა გვარებით, ანუ უცხოური რაშვაშია და მე ახალ ამბებში ვნახულობ ამ გვარებს, 4-6 თვეში. ამიტომ გადასარევად ვიცი, რასაც ამბობთ, ბევრ ხალხში რო გადიხართ, მე მოდიხართ დაღლილი და შხაპი გჭირდებათ 8-ზე მოხვიდეთ და ასე შემდეგ. ეს არის მოცემულობა. ეს არის იგივე როგორც აი თვალის ფერი, ფეხის ზომა. ამ შემთხვევაში და გჭირდებათ უბრალოდ გარკვეული ტიპის მუშაობა, შინაგანი, რომ შექმნათ, ასე ვთქვათ, ასეთი ბუფერული მექანიზმები თქვენსა და აი ამ გარე სამყაროს შორის. პირობითად ხო ქუჩაში რაღაცა უტანსაცმლოდ ხო არ გადიხართ, აი აქ იგივეა რა. ოღონდ აქ სულზეა საუბარი, ხო? სულს ჭირდება რაღაცა ჩასაცმელი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ტიტლიკანა არ ირბინოს და დისკომფორტებს არ აგროვებდეს დღის განმავლობაში. და როცა განსხვავებულ ადამიანებს არანაირად არ ეხები, ნაცნობს თუ უცნობს, მაინც რატომ გმტრობენ. რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. გამორიცხულია რომ არ ეხებოდე, რაღაცნაირად ხო აქვთ ინფორმაცია შენ შესახებ. შესაძლოა უბრალოდ ვერ გადახარშეს რაღაცეები. არ გამორიცხოთ უბრალოდ რომ ფსიქიურად იყვნენ ავად. ეხლა ქუჩაში რო გავიდეთ, იმდენს გაჩვენებთ ფსიქიურად ვერ ჯამთელს. შეიძლება გაგიჟდეთ და უბრალოდ ძალიან ბევრია და ერთმანეთ ნორმალურები გონიათ. და გაგვიადებული აზრები და ვაი თუ ფიქრებიც წარმოსახვის ამბებია.
ყურეთ, მაგ შემთხვევაში რა ხდება? ჯერ ჩნდება სხეულში რაღაცა დისკომფორტის შეგრძნება, შიში როგორც წესი, რომელიც დაკავშირებულია წარსულის რაღაცა გადაუხარშავ, გადაუმუშავებელ ფსიქოტრაუმასთან. დღის განმავლობაში ამას რაღაცა აქტიურებს, ოღონდ თქვენ ვერ ხვდებით რა, ვერაცნობიერებთ და ხარ ცუდად შინაგანად და ტვინი ცდილობს მერე აუხსნას საკუთარ თავს, რომ რატო ვარ ცუდად და იწყებს აი შეიძლება ეს არის, შეიძლება ეს არის და კატასტროფული აზრების გამრავლებას ახდენს უკვე ასე ვთქვათ, როგორც მეხსიერების, ისე წარმოსახვის გამოყენებით, მაგრამ თავი და თავი არის დაუმუშავებელი ფსიქოლოგიური ტრაუმა, რომელიც სადღაც წარსულში გაქვთ მიღებული. სავარაუდოდ. Так, მიზნების მენეჯმენტზე უფრო მეტი ინფორმაცია გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ, კარგი იქნება. შეგიძლიათ მობრძანდეთ 10 იანვრის ტრენინგზე. ერთი. მეორე შეგიძლიათ სხვა პროგრამებზე მობრძანდეთ ჩემთან, შეგიძლიათ პირად კონსულტაციაზე მობრძანდეთ. რავი, მიზნებს ძალიან ბევრს საუბრობ ხოლმე და მივალთ მანდანაც. გავლილი ადამიანების ემოციებს ვგრძნობ. დამცავად ვიყენებ ცეცხლოვანი წყლის წარმოსახვას, ხან მუშაობს, ხან არა, რამეს ხომ ვერ მირჩევთ. აქ სისტემური მუშაობაა, ასეთ, აქ უნდა გასწავლოთ უბრალოდ რაღაცები, რაც უნდა ქნათ და მშვიდობიან მოსახლეობას მოდი ნუ შევაშინებთ. საუბარია რაზე, რომ ფსიქოლოგიურად ისეთი ევოლუცია მოხდეს თქვენი პიროვნების, რომ ეს მგრძნობელობა, ხო, ცოტა, ასე ვთქვათ, ისეთი გახდეს რა. გლუვი. იმიტომ რომ ეს მგრძნობელობა არის თქვენი ნიჭიერების მეორე მხარე. და აქ არის ძალიან საინტერესო ამოცანა გადასაწყვეტი. ერთის მხრივ თქვენი ნიჭიერების შენარჩუნება და განვითარება, მეორეს მხრივ დაცულობა. იმიტომ რომ უბრალოდ დაცვების წარმოსახვა თუ დაიწყეთ, ნიჭიერების განვითარება დაიბლოკება. იმიტომ რომ თავს იცავ როგორც ნეგატივისგან, ისე პოზიტივისგან, ეს ერთი იცოდეთ. და მეორე კიდე ნებისმიერი დაცვა ახდენს თავდასხმის პროვოცირებას. იმიტომ რომ რაღაცას რო იცავ, პირდაპირ აჩვენებ, რომ აგერ მაქვს სისუსტე და მრეხვეთ ქალბატონო მარგალიტა თუ შეიძლება. Так, შაკიკის დაუმუშავებელი წყენებია, არ ვიცი, სხვადასხვანაირად არის ხოლმე. ასე იგი პირიქით ძალიან კარგად რომ ხარ ახტაცებული და მიზეზი არ გაქვს, მაშინ რა ხდება? ჩვენს ქვეცნობიერს აქვს მომავლის კითხვის მექანიზმები, რაც არის ჩვენი გადარჩენის უნარის ნაწილი. ყველას აქვს. და დიდი ალბათობით თქვენმა ქვეცნობიერმა წაიკითხა რაღაცა პოზიტიური მოვლენების რიგი მომავალში. ეს ერთი. მეორე, შესაძლოა აქტუალურ სიტუაციაში რაღაცა ისეთია, რასაც ვერაცნობიერებთ, მაგრამ არის დაკავშირებული რაღაცა პოზიტიურ განცდებთან და ის მოხდა თქვენი თვალთახედვის არეში. ეგეც შეიძლება. ოკეი. მე მგონი, სასარგებლო ეთერი გამოგვივიდა დღეს. შეგახსენებთ, რომ 10-ში და 11-ში საქართველოში ოფლაინ ტრენინგი მექნება ნეიროსპექტივასაც. ვისწავლით იმ ინსტრუმენტებს, რაც გვეხმარება საკუთარი ინდივიდუალური ცხოვრების მოდელის ჩამოყალიბებაში. და მომწერეთ პირადში მოკლედ, თუ გსურთ ამ ტრენინგში მონაწილეობა. ასევე შეგახსენებთ, რომ ახალ წლამდე არის 50%-იანი ფასდაკლება მაგ ტრენინგს. ოკეი. აბა გილოცავთ ბედნიერ დამდეგ ახალ წელს. მინდა რომ აი 2026 წლის 31 დეკემბერს ვარ რომ მოიხედებით. თქვათ რომ რა მაგარი წელი იყო. აბა გაუთხილდით თავს და ნახვამდის.